სპორტის წესები ცხოვრებაში. ეს რუბრიკა განკუთვნილია ყველასთვის, რადგან ადამიანს ნებისმიერ ასაკში აქვს მიზანი, რომლის მიღწევა სურს. და ამ მიზნის მიღწევისთვის, როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაში, ადამიანს უწევს ბარიერების გადალახვა, სტრატეგიის შექმნა, მიუხედავად ყველაფრისა მიზანზე ფოკუსირება, მენტალური და ემოციური გამძლეობის გამომუშავება და შენარჩუნება. ამ რუბრიკის მიზანია ადამიანს დავეხმარო სპორტული აზროვნების გადმოტანა ცხოვრებაში, რათა შეძლოს ცხოვრებაში არსებული მიზნების მიღწევა და გამარჯვებული იდენტობის ჩამოყალიბება. ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტი წარმატებისთვის არის ის, რომ მიზანი უნდა იყოს ნამდვილად შენი. ეს იდეა ძალიან კარგად ჩანს ფილმში მეფე რიჩარდი, რომელიც ორი ჩოგბურთელის, ვენუს და სერენას ისტორიას გვიყვება. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც მამას გოგოები ტრენერთან მიყავს, ტრენერი ამბობს: მე ვხედავ რა უნდა მამა თქვენს, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენ რა გინდათ. როდესაც მიზანი შენია და არა სხვისი მოლოდინი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. შენ გაქვს მკაფიო ხედვა, შენს გონებაში არსებობს მკაფიო სურათი გამარჯვების, შენ ზუსტად იცი, რას მიიღებ, რას იგრძნობ, ვინ იქნები. ეს კი მხოლოდ შედეგი არ არის, ეს არის იდენტობა. სწორედ ამ კომპონენტებით იქმნება, ვინ ვიქნები მე, ანუ გამარჯვებული იდენტობა. ადამიანი ქმნის საკუთარ შიდა გამარჯვებულ მეს, რომელსაც ყოველდღიურად ადარებს საკუთარ პროგრესს. რამდენად მივუახლოვდი ჩემს გამარჯვებულ მეს, დღეს ვინ ვიყავი, ძველი მე თუ გამარჯვებული მე. მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯი. განსაზღვრეთ მიზანი და რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოიდგინეთ თქვენს გონებაში საბოლოო სურათი. ამ ფილმში ძალიან კარგად ჩანს, რომ ორივეს მიზანია გამარჯვება, მაგრამ მათი საბოლოო ხედვა, ვინ ვარ მე, არის განსხვავებული. ამიტომ მიზანი ძლიერდება და ინარჩუნებს ღირებულებას მაშინ, როცა ადამიანს მკაფიოდ აქვს ფორმულირებული, არა მხოლოდ რა მინდა, არამედ ვინ ვიქნები, როცა ამას მივახცევ. ამის შემდეგ ის ფიზიკურად გამოხატეთ. ეხლა როგორ გამოხატოთ მეს ხედვა ფიზიკურად, რომ ის აღქმადი იყოს. იმისთვის, რომ გამარჯვებული იდენტობა რეალური და აქტიური გახდეს, შეგიძლიათ რამდენიმე პრაქტიკული გზა გამოიყენოთ. შექმენი სამოტივაციო წინადადება. ეს არის მოკლე, კონკრეტული ფრაზა, რომელიც შენს გამარჯვებულ მეს აღწერს. შექმენი ფოტო ან ფოტოკოლაჟი. სურათი, რომელიც ასახავს შენს მომავალ მეს, არა მხოლოდ შედეგს, არამედ შენს მდგომარეობას. განსაზღვრე ჟესტი, სხეულის მოძრაობა, რომელიც შენში გააქტიურებს გამარჯვებულ მდგომარეობას. და განსაზღვრე ძირითადი რწმენა, რომელიც შენს გამარჯვებულ მეს ექნება მიუხედავად სირთულეებისა. რაც უფრო ხშირად გაახსენებთ ამას საკუთარ თავს, მით უფრო ცოცხალი და აქტიური იქნება შენში შენი გამარჯვებული იდენტობა.
მე დალი ფასაძე ვარ, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი და უნარჩვევების ტრენერი. გახსოვდეთ, აქ ყველაფერი შენთვის კეთდება.